მას არ ისმით და არც უნდა გაიგონ, რომ სიყვარულს არაფერი დაუდგება წინ, რომ მხოლოდ სიყვარულია მთავარი ამ ქვეყნად. მე შაჰნამეზე ვარ გაზრდილი და სისხლში მაქვს გამჯდარი უდიდესი ირანული კულტურა. ამიტომაც ვიცი, რომ მხოლოდ სიყვარულისთვის იბადება ადამიანი ამ ქვეყნად და მხოლოდ სიყვარულშია მისი ცხოვრების საზრი. არ შეგიშლი, მიდი. მომეცი სიტყვა, რომ ხელს არ შემიშლი. გაძლევ სიტყვას, მიდი. კარგი ვეტყვი. ესმის? შვიდად მოусმინე. ძალიან შვიდად და დაწყნარებით. ხომ გესმის? შვილო მასუდ, გლობუსზე ვნახეთ საქართველო. დიახ, ვნახეთ. ხომ მომეცი სიტყვა არ შეგიშლიო? ხო, გააგრძელე, მიდი. მოკლედ ვნახეთ გლობუსზე ისენი საქართველო. რა პატარა ყოფილა, ძალიან პატარა. რაც მთავარია შორს ყოფილა. გლობუსი აქედან გადავთვლით საქართველოს შორსაა და აი თუ აქედან გადავთვლით უფრო შორსაა. დღეს, როდესაც ტექნიკური პროგრესი ასე განვითარდა, სასაცილოა მანძილზე საუბარი. მომისმინე, მარსუდ. შეხედე რა გოგოა, მაკდოფი. ის ჯერ დაბადებული არ იყო, როდესაც ჩვენმა და მისმა მშობლებმა მოვილაპარაკეთ, რომ მას ცოლად მოგათხოვებდით. თანახე რა კარგად ჟღერს. მასუდ მახდოფ. მასუდ მახდოფ. მართალია, არაჩვეულებრივი გოგოა. მასზე კარგი გოგო აქ ირანში არც კი მეგულება. მაგრამ გული იქით მიმიწევს. იქით. საქართველოში. გული მიუწევს. მაცადე რა? მუშაობ? მამა, მოვიდა შენი ძმაკაცი. მე ჩემ დასნა ჩავალ და ამო, ყურადღება. მოვიდა შენი ძმაკაცი, როზე. ელა, მოდი, როზე, მოდი, წამ. Цуца, я Тарзан. Цуца. არ გაიდე თორე გაგატოვებ ადგილზე.
არ ვინწრევი. გოგო შენ რამდენჯერ გაგაფრთხილო ეგეთი სიფათით ნუხტები მეთქი ერთხელაც იგება და გაგაგორე ფოზე კურდღელებით ზარო ხარი დრონამა თუ ისა ადნაჟდი ამერიკე აი ზარო ხარ და ბოზი კურდღელით რა ვიცი მე შენ როდის მიდიხარ ან როდის მოდიხარ. 3 დღე არ გამოჩენილ ხარ იდიოტ მიშასტე. მეგონა უკვე რომ დაგიჭირეს. აპოლონ გენაცვალე რა მაინტერესებს იცი? ეს ჩვენი მთავრობა ყველას რომ იჭერს. არ შეიძლება ბოლოს და ბოლოს აი შენც რომ დაგიჭიროს. ყვა Tarzan, я цуца. ცუცა კი არა ნამდვილი შვანსკი ხარ სად იყავი ბიჭო აქამდე აი ხარო გითხარო ოპერაში ვარ თქო დამიჯერებ. შენ ენან უნდა იქ რა იყო ეხლა თეთრი ფანტომასი ხარ? ფანტომასიც ხარ და წითელი ტარაკანიც. ჩემი ერთადერთი დარასაკეთებს რას უნდა აკეთეთ ეს დილიდან კომპიუტერთან ზის საჭმელიც არ უჭამია. უხტქვენი გამარჯობა. რო დაგვინახავს, გაგიჟდება სიხარო, დაგემნახავ შენ. რა გაიბიშება, რა გაიბიშება. ოგო შენ ისე მიმუწყო პლანეტელს წერ? ვა აპოლონ ჰოძმაო მიყვარს და რა ვქნა შენ არიცი ნამდვილი სიყვარული რა ძნელია მე არ ვიცი და შენ იცი ხო ამჯერად კრიტიკაცოლთან პარალელურ რეჟიმში 177 საყვარელი შეუზრდელო ხებრე თაფხები არაფრის მახისო უზურო მამაკაცო არა ღირსი არა ეხლა რა გავიჩინო 7-8 საყვარელი პერპენდიკულარულ რეჟიმში გაგიჩენ მე შენ ყველა რეჟიმს ერთად აღებულს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აპოლონ შენ არიცი რომ სიყვარული ზეციდან მოვლენილი ბედნიერება გოგო რა ქვია შენ ბედნიერებას მასუდი სულ გადავალდებ ამის მომგონი ბილ გეიტსი დედა რო ვარ მე მაქსურები კი არა, რო დაგვინახავს, გაგიჟდება სიხარულით. კი, გამოტარე. ესეც კარგი ბიჭია ძალიან. ხო, გიჟდე გამახსენდა. აბოშის გაცილებაზე არ მიდიხარ? მიდივარ. მე მაინც არ დამპატიჟა მაგ გადარეული. რა ვიცი, არ დაგვატიჟა. რატო ვიცი? არ ვიცი, мама, დაურეკე და თვითონ კითხე, რა ვიცი მე. არაფერსაც არ დაურეკავ არ ჭირდები და მომჭირდები. დედა მამა მამიდა ნახე დღეს ბალეტზე რა ვისწავლე განა კომპიუტერის ბრალია რომ გვარში ყველანი გიჟები ხარ? შეგაჩუმდი დაგავიწყო ჩემოდე ვინ და რა იყავია ასე რომ ჩაიგდენა მუცლის ხურში და გადიაკედანე შენ ერთი თვალებში შემომხედე ვინაში ხარ გეპატარავები შალიკოს ყვაკოცა ვიშალიკოს მე 6 კლასში 5-ოსანი შალიკო ყავდა და იმას აკოცა კოჩახ და შუბზე ვაკოცე გამოცდაზე შპარგალკა მათხრა და მადლობის ნიშნად შუბზე ვაკოცე არა აქვს ამას არც პრინციპული არც არაპრინციპული მნიშვნელობა სათაკოსა ხო აკოცე შენ დაბიო ბრიჯო სტეკ Salava Batumskaya! სატისტო ამასაც გადავაგდებ. ცოცხალი ხარ? ეს ინტერნეტია თუ რაღაც ოხრობა მე მაგის მომგონი ბილ გეიტსი დედა რა ვატირა თორე. ეგ რომ წესი არ ამიყოს. ბათუმში მოგაზებნინებთ კაც. სასაცილოა.
არ საკიძეს, ხელი მოჰკვეთეს, მაგრამ სვეტი ცხოველი მაინც დგას ამაყად. Rim tiraro, ram tariro. Rim tiraro, ram tariro. Marinechka. როგორ ახლა მარინეჩკა? შენ კაცო? რამდენჯერ გითხარი, ნუ კარაულობ რა. გაიგე რა, მე ქმარინს აქვს, ქმარი. არავინ არ მაინტერესებს ქმრის განა. გახდი რა ჩემი. სულ ხენის გულზე გატარებ. დავი გამანებე, თორემ პატრულს დაუძახებ ახლა. კარგი რა. რა მელაპარაკე რა. ხომ იცი როგორ მინდიხარ? იცი არა რომ ჩემი ქმარი ინვალიდია და გათამამდი, ხო? სანამ ჩემ ქმარს დაჭრიდნენ, შეხედვასაც ვერ ბედავდი, არა? გადი აქედან. კარგი რა. იმ შენ ინვალიდ ქმარზე უკეთესი არ ვარ? რა თქვი შენა ბიჭვარო? არა ხარ შენ უკეთესი. არავინაა მასზე უკეთესი, გაიგე? სხვათა შორის ის ინვალიდიც, იმიტომ არ როდესაც ომი დაიწყო, აიღო ხელში ავტომატი და წავიდა საბრძოლველად. გაიგე შენა? სამშობლოს დასაცავად წავიდა. ვერ დავრჩები სახშიო, როდესაც ქვეხანაში ომიაო. გაიგე? და წავიდა. შენ სავიდა. კი არ ჩაიჯვა სახში. გაიგე შენ? და კიდევ ერთხელ თუ გაბედავ და მომიახლოვდი, ავიღებ ჩემ ქმრის პისტოლეტს და გესვრი მაგ დამპალ ყვერებში. აუ, რას წერვა ეს ბოზი? ხო, მაგრამ მაინც სად ირანი და სად საქართველო? რას ამბობ, დედა? საქართველოს არანაკლებ 2.5 წლეულის ინტენსიური ურთიერთობა აკავშირებს ირანთან. მათ დიდ მეფეებს ფარნაუს და ვახტანგ გორგასალს ორივეს დედა სპარსელები ჰყავდა. სხვათა შორის ქართველებს მე-12 საუკუნეში აქვს დაწერილი პოემა ვეფხის ტყაოსანი, სადაც მთავარ გმირთა უმრავლესობას ირანული სახელები ჰქვია: ტარიელი, ფრიდონი, სარიდა, ფარსადანი, ნესტანდარეჯანი. ასე რომ ჩვენს ქვეყნებს ოდითგანვე აქვთ კავშირი. იცი რა, მე მგონი დროა დაივიწყო ეს გოგო და იფიქრო ვინმე ირანელზე და არა ვიღაც გოგოზე რაღაც გაუგებარი ქვეყნიდან საქართველოდან. სხვათა შორის შახაბას 4 ვაჟი და 1 ქალი ქართველი ცოლისგან ჰყავდა. მასუდ მე ყველაფერი ვიცი როგორ ზიხარ 24 საათი კომპიუტერთან და როგორ ელაპარაკები იმ შენს თამუნას სკაიპით. მასუდ, შენ უნდა წახვიდე საქართველოში, ნახო ის შენი თამუნა და მხოლოდ მერე შეძლებ გადაწყვიტო, ვის ეკუთვნის შენი გული, მას თუ მე. მახდობ. ნუ თუ ამას შენ მეუბნები. ხო, მასუდ, ასე აჯობებს. შენ რომ ეხლა მე შემირთო მთელი ცხოვრება დაიტანჯები, რომ ნამდვილი სიყვარული სხვაგან გიცდი და წადი. ნახე ის შენი თამუნა. და თუ მიხვდები რომ ის ყოფილა ის ვისთანაც უნდა გაატარო ცხოვრება, ესე იგი ეს ყოფილა შენი ბედიც და ჩემი ბედიც. რა კეთილშობილია ეს გოგო? დედაც ეგეთი კეთილშობილი ჰყავდა. ჯაბა, მამა. რა გამახსენე ვიყავი მოხარშულ ხალხს მერიტანდა. ხო, საჭმეში სადაც დახავდა ტირის სიცხემ და იმჭდა და წარმოგიდგენია. ტირო და მე მამა ძველი ბიჭი გახდა და დავშორდით. აბა, რამდენი წლის გახდა ძველი ბიჭი? აჰა, ასე 4-5 წლის. კი, მანამდე გადამული ძმაკაცები ვიყავით. მოიცა? რა. მაგისმერი არ გინახავს? როგორ არა? ნახე. ბევრჯერ. ტელევიზორში.
კი. აი, მაშინაც აქ ცხოვრობდა შვილო. საი. რა? არ შეიძლება? არა. მაბათიეთ. მოდის ვიხდი უკაცრავად. ჩემი წავა. მოიცა, სად მიდიხარ, მოიცა. ისა, მეგობარო, ბატონ აპოლონთან ვართ რა. მამა ჩემი და აპოლონი ბავშვობის მეგობრები არიან და არ არის პრობლემა. აგვარიხარ. მე? არა მე. ეხა შენ არ ვიცი ძმაო რა გვარი ხარ, მაგრამ მე ჯაბა ვარ ქიბროწაშვილი, გაიგე? ხო და ეს მამა ჩემია სანდრო ქიბროწაშვილი. შენ ისა, აპოლონს უთხარი რომ სანდროსთან ერთად დადიოდი საბავშვო ბაღშიო და მიხვდება. გაიგეთ ძმებო? ვა! თათბირი აქვს. ჯერ ვერ მიგიღებთ. როგორაა ქართულად მე შენ მიყვარხარ? მე შენ მიყვარხარ. რა საშინელებაა. ხო, საშინელებაა. აბა, დუსეთ დარამ არის, კარგი? არ მოგწონთ? არა, კარგი გოგოა, მაგრამ რა იცი რომ სინამდვილეშიც ასეთია. იქნებ რომელიმე ქართული ტელესერიალის მსახიობის ფოტო უდევს. არა, დედა, არა, მამა. ზუსტად ვიცი ისაა. რა იცი? ამით გრძნობ. გრძნობს, რა გინდათ? როგორ არის სპარსულად მე შენ მიყვარხარ? დუსეთ და რამ? თუ რა საშინელება. აბა მე შენ მიყვარხარ არის ლამაზი? აპოლონ, ჩემო ძმაო, აბა კარგად შეხედე, მართლა არ მოგწონს ჩემი მასუდი? სიფაძე ჩესნად კარგია. გოგო, რა უვერენი ხარ რომ მისი ფოტოა? იქნებ ირანელის მსახიობის ფოტო უდევს და გაბოლებს ისპაჰანიდან, ა? ის მართლა? არა აპოლონ, არა გულნაზი. მე ვხვდები, ამით ვხვდები, ამით. შილო. ოღონდ ეს საქმე გამოგვივიდეს და ისეთ ლაბორატორიას გავხსნი, ისეთ ცდებს შავატარებ, ნობელის პრემიას სახში ბალიშზე დადებულ სტუმართმევებით. სასწრაფოდ უნდა გავათხო. თორე დამრჩება სახში ძველი მაგნიტოფონებით. თვითონაც გარეკავს და მეც გამარეკინებს ფსიქიატრიულში. გააყოლე იმ ირანელს. მაგის მთხოვნელს მაინც ვერ იპოვი ბათუმში. აი მაგას აქ. ძალით თუ გააყოლებ ვინმეს. ძალით? ძალით. არ მიგანთხრევინო ეგ გაკრასკული სიფათით სიმწით გალაკულ კედელზე. დარზან. იაცუცა. ცოცა გისმენ. სანდრო ვარ ქიბროწაშვილიო, შვილთან ერთად და მე და აპოლონი. ვინა სანდრო ქიბროწაშვილი? აჰა. rindiraro rajaram tariro rindiraro rajaram tariro rindirari rajaram tariro rindarari ვინდარ? არავინ. ბავშვები მაიმუნობენ. შენ როგორ ახარ, ჩემო სიცოცხლე? რა ვიცი. ტკივა ფეხები. მოიცა ახლა ძამალს საგისმევ და ყველაფერი გაგივლის. შენ ხომ ჩემი სიყვარული, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ბედნიერება, ჩემი მზე, ჩემი ქმარი. მე მგონი მახდოფი მართალია. მე მოვიცვენებ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვნახავ. იცი რას გეტყვი? რას მეტყვი, მამა? თუ ეგრე გინდა, წავიდეთ საქართველოში. მაგარია, მივდივართ.
მაგარი ხარ, მაგარი. აფოლო, როგორ ახლა? შევა. კაცოს მოხაშულ ხახს რო ვერ იტანდი, ა? რო დაინახავდი, რო ტიროდი ხომი, ა? Jo. მე ვიცნობდი დედას თუ შენ ისწავლე. ჰა? შენ? თავი არ გამატეხინა. გადირე მე შენ ახლა მოხარშული ხალხის გარეშე. ვინ უნდა ატირო, ბიძა ჩემო? შენი ბიჭია? ჯაბა. ჩემი. გული მოიხონი. აუქნა? რამდენი წლისა? 21-ის ვარ. კარგი ბიჭი ყავს. მაგრამ პატარა. მოიცა. პატარა რისთვის ვარ? ჩემი დისთვის. ის 30 წლისა. საწყენია. რატომ მოხდა რა საქმე აქვს? ძალიან მაგარი ბიზნესი გეგმა გვაქვს. შენ გაგვიჭა მაგარი ბიზნეს გეგმა? შენ ყოველთვის დებილი იყავი. რა თქმა ბავშვობიდან ესეთი ხუმარა იყო. რა წინადადება გაქვს? მოკლედ ეს ბიზნეს გეგმა ღირს $15,000. ერთ თვეში ეს $15,000 კი ბრუნდება უკან და მე გავდივარ სუფთა მოგებაზე. რა საქმეა? მოიცა, მე მოყვები. კარგი ბიჭია. 21-ისა? საწყენია. ჩემდას მივათხოვებდი. კარგი მოყვები. მოკლედ. საჰაერო ბურთია. მაცადე. რა? საჰაერო ბურთია რა? მაცადე. ბავშვ, ნუ უთყო. კარგი ბიჭია. 27-ის მაინც იყოს. ჩემდას მივათხოვებდი. მოკლედ. საჰაერო ბურთია. თურქებს აქვთ $15,000 ღირს. ვყიდულობთ თვითონ თურქებს ჩამოაქვთ. ამ ბურთში ვაჟებთ 4-5 ადამიანს. ხო. მე აყვავს აერში და ზემოდან ვაყურებინებთ ბათუმს. ესეთ რაღაცა არავის არ აქვს ბათუმში აბოლა. ხო. კაციდან ვიღებთ 20 ლარს. სადღაც დღეში გამოდის 600-500 ლარი. ხო, 500-600. ხო, და თვეში ვისტუმრებთ ყველანაირ ვალს და გადავდივართ სუფთა მოგებაზე. 50% შენ და 50% ჩვენ. როგორია? ვა. მაგარია.
Sadakada. Sadakada. Spasiba. Kataksırım. Sudoşun. Sadakada. Мариночка. მისმენ. შენ ცხოვრება აქვს. ლამაზი ქალი ხარ, მშვენიერი. არ მინდა რა ჩემს გამო ცხოვრება გაიფუჭო. ისევ დაიწყე? არაფრის მოსმენა არ მინდა. მე ახლა დაგტოვებ უციცუთით ბავშვს გამოვიხვან და მოვალ. წავდი შენს ქვეყანაში. ჩემი ქვეყანა ესა. მარინოჩკა. Я люблю тебя. მე შენ მიხوارხარ ტარია. ჩემი შვილიშვილიც მოვიდა. ჯაბა, ჩემი შვილიშვილი მოვიდა. კი გითხარით მოვამეთქი, მოდი, მოდი, ჩემო ერთადერთო. მხოლოდ მე ყავარ შენ. მხოლოდ მე, მოდი. დედა შენ არ ყავს. მამა შენი დებილია. ჩემი შვილი ცოლად რომ არ მოვეყვანა, დღესაც ცოცხალი იქნებოდა, ასე რომ ჩემს მეტი შენ არავინ არ ყავს. ბაბუ, მე რომ მოვკვდები, მე რომ მოვკვდები. რაც მაბადია და მით უმეტეს რაც არ მაბადია, ყველაფერი შენი. ყველაფერი შენ დაგიტოვებ. დავუკარებ. როდის მიდიხარ, ბაბუ? როდის მიდიხარ, როდის? ეხლავე, ბაბუ, ეხლავე. და როდის ჩამოხვალ? როდის ჩამოხვალ? როდის? 2, 3, 4 5 წელიწადში. მოგწერ ხოლმე, ბაბუ. ხანდა, ზოგჯერ. ბაბუ, ობა. იქნება არ ღირს, ღირს, ბაბუ. ადამიანმა ყოველ წამს უნდა ამტკიცოს, რომ ცხოვრება მშვენიერია. გავიგე, მაგრამ სხვა გზით ხო შეიძლება ამის დამტკიცება? მე ეს გზა ვიპოვე, ბაბუ. შენ გზას იპოვი და ასე. ვიაროთ. ამი. მოკლედ. მე ეხლა დავიძვრები. ჩემი გათვლებით 2-3 წელიწადში დედამიწას წრე უნდა დავარდო. ამით მე მინდა დავამტკიცო, რომ სიბერი არ არსებობს. რომ ცხოვრება მშვენიერია და ყოველ წამს, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა, უნდა გაუფრთხილდეთ, ბაბა. აბა შენიც, ბაბა. არ დამივიწყო, ჯაბა. წავედი მე. დაუკარეთ.
اینجا تفلیسه. ეს თბილისია. თამუნა ბათუმში ცხოვრობს. მანქანით ბათუმამდე 4 საათი გვინდა. tourist? You want taxi, my friend? Yeah. Oh. Very welcome. Welcome, my friend. Just. მეცო და ქართული ვიცი. ვა, მართლა? ეგრე რა შეკაიკაცო რომ მაქნევინება ხელფეთ. საით მედიხარ? ბათუმში. ბათუმში? ხო, ბათუმში. ჯაგვიღვან. ბათუმს ქათქათას. წაგიყვან, მაგრამ გააჩნია რამდენს მომცა. რამდენი უნდა? რავი, რამდენი უნდა, საიდან ახლა? ირანიდან. ირანელები ხართ? Yes. საცოდავია ის ვინც ამ ქვეყნად იცხოვრა უსიყვარულოდ. ის ვერ იტყვის ვიცხოვრეო არ აქვს უფლება. ომარ ხაიამი. გიჟდები ომარ ხაიამზე. აი ხა წავედით ბათუმში. რა უბედურება. იმის მაგივრად რომ ირანელი მოეყვანა ცოლად, ვიღაც გიჟებში ჩამოგვიყვანა. Stop. ალბათონა ეს ტექფენია. კაცო. აბა ერთი იქით გაიხედო. გამარჯობა. აი ჩვენ იმასიღებ თქვენ კი ჩაგვერიეთ. გუდიში და არ ვიცოდი. არა უშავს, არა. ეს გიჟია ვიღაც ხო? Otur. Ha? Tacı. Ha. Ay hava. Para. Ha? Puli. Ha? Puli. Oh, ეხავეს. Ateli. Bishnuda, Adam Kargota da. Tete. Urti satar. Balon. Balon. Kargi balon. Çek lan. Ha? Marta çek ya. Senia, dade puli. Vai ეხა დედას გაფიცებდი ჩემი ეს ბალონია. Senia. აჰა. აი ეს. Tati. გენაცალი. Deli guji. ჩოგდელი. 1 2 3 4
საზანია გელმედი საზანია გელმედი მუღალა დაშლიგალა მუღალა დაშლიგალა მუღალა დაშლიგალა ეგ ფული მაიტა თორე რაც დიდმა დავით აღმაშენებელმა დაგაკლოთ სამ მაგად გაზღვევინებთ თამამ 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 თბილისი საქართველოს დედაქალაქია ის 1500 წლისა აქ 2 მილიონი კაცი ცხოვრობს ვახტანგ გორგესალის დედა სპარსელი იყო ზორა რასი ძახის ეს ხალხი ეს ჩვენი უძველესი ქართული ტრადიციაა. უცხოელებს სულ ასე ხვდებით ხოლმე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო, რომ ჩამოხვედით გვიხარია, გვიხარია. რა კარგი ტრადიცია ქონიათ. სასწრაფოდ გაავრცელეთ პრესაში ინფორმაცია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ოფიციალურმა დელეგაციამ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოგიცხადა. აუცილებლად. შალვათოს უთხარი გაიხარდება. რას გავუგებთ ქართულ კაცსა თქვენ ეცით მე რამდენ ხანს ველოდე ამ წუთს ამ წამს დღეს იქ ფაფუ შიმშილი ფაფუ გაჭირვება მორჩა ყველაფერი ხოლოდ სიხარული სულ გამარჯვება ჭებო ვაშტა მორჩა გაჭირვება ვაება და გოდება აქ რა მოგიყვანა შემადლიანო შენა ჩემი ნატოც ჩემი ევროკავშირიც ჩემი ბაკო ჯეიჰანიც შეგენა ჩემია ჩემია შეგენას ალო მამა ჩვენია ბურთი მამა კი მეშველა მამა შენს გეშველა და მეს მეშველა მამა ახლა მეს მექნება ლაბორატორია და შენს მოგიფიქრებ რამეს ხო მამა ბურთთან კი არა ბურთში ვზივარ მამა ბურთში Алло, мама! Мама, Садахар, мама! Yes, Richard! Мама! Алло! Мама, Рахнеба! Мама, Садахар, мама! Алло! ბათუმამდე დიდი გზა. შემოდით, ჭამოთ, დავისვენოთ და მერე წავიდეთ. ესეც ჩვენი ტრადიციაა. ადამაკენა უბრალოდ მეტიშტოვას ხუბები. გაიქეჩი თონეში უცხადლოში ტური გამოგატაնել მისია თვალზე მოვცენ ფოსტო. შენ კი გაიქეჩი ლალისთან და უცხადი უცხოელები ყავს და რამე შემოგვაშველა. ეს არის მამედა. მამედა არის აზერბაიჯანელი. აი ეს თევზი სუმაგან მოიტანა რა. მოდი მამედ გაკოცო. გაიხარე მამედ. ეს არის სასტუმრო ნაისის დირექტორი. აი ეს
არის ვართანა. ისეთ ფეხსაცმელებს კერავს იტალიურისგან ვერ გაარჩევ რა. ვართანჯან, მოდი გაკოცო ძმაო. შენ შემოგევლე, ეს ვართანას ცოლია. ეს არის ნიკოლაი ნიკოლაევიჩი, რუსულ რადიოში მუშაობს дикторად. Да? Да. Салам алейкум. Здравствуйте. Да. Между прочим, мой папа в 43-м был в Тегеране. Работал. Да. Я расскажу эту историю сейчас. ეს ორჭიქას რო დალევს, მასუთ, ორჭიქას რო დალევს, ეგრევე ქართულად უბედავს ხოლმე, არა კოლეგა. ეს არის ნანი. ნანი არის აფხაზი, ძალიან ლამაზი გოგო და მაგრად მიყვარს რა. ეს არის ეს არ ვიცი ვინ არის. გამარჯობა. აი ეს არის აბრამა. შალომ. როგორც კი რამე წამალი დაგჭირდება იმ წამსვე გააჩენს რა, აბრამა ჯიგარია რა. აი ეს კაცი კიდე არის ჩემი ბავშვობის ძმა კაცი. ჯემალა უმუშევარია, მოდი გაკოცო. სარდაფში გვიხმეს განთიადმა როცა იალა ოკეიფენი ვინც სასმელმა გაგვატიალა ადექავსე ეს ფიალამ ჩქეფარე ღინით ანამდი სანამ ჩვენს გწეულვართ ღინის ფიალად ომარ ხაიამ ეს მარტო თქვენი კი არა, ჩვენიც არის. აბა ჩემო მამსი. კიდე რამდენი გნება დავყრი აი აქ ის ლექსებს. ო ფანტავს ბათუმამდე დიდი გზა აღჭირდება სადმე შეიყვანე გულიაჭა. აუ, ჯემა, ჯიგარი. დედა მეს გაუმეტინე და ცოტა ხანში შემწერ ბადრიჯანსაც ვაიმე, მადლობა, შვილო, რატომ შეწუხდი? შემოგევლეთ დუდუკებში რა, მოდი ენა. შენი ჭირინო. ანუ ჭორომე. შოთა მომიკითხე რო ჩახოს. მასუდ. ეს კაცები ერთმანეთს რატომ კოცნიან? ეხლა ჩამოვა მე. ხოსეინიკე ამდირო. უყვართ ერთმანეთი. ნახე ერთი რა გახსნილი ურთიერთობებია. არც კი მალავენ გრძნობებს. როგორ ეტყობა რომ დემოკრატიული ევროპული ქვეყანაა. მართალი ხარ. ნახე რა საყვარლები არიან. გამოგევლეთ. გენაცვალეთ. აბა კარგად. გენაცვალეთ. დუდუკში გენაცვალეთ მე იმენ. ბეზობლებო! თქვენ გენაცვალეთ თქვენ! თქვენი იმედი რომ აქვს თორე ხოშორცხებოდი ამ სტუმრებთან ეს ჯიბე გამოფხეკილი კაცი. წავედი მე ხა ბათუმში. წმინდა ეს. ნუ. ა? ნუგე ექშინია.
დავაპატიმრებთ შენს იმ თურქებს. ჩემი პატრულის სიმედი ნურასდროს მომიშალოს ღმერთმა. მოვა ეხლა ექიმი და გაგსინჯავს. არაფერი არ მიჩნევს, არ არის საჭირო. იყოს. შეჩვეულია, რასაც ამას ბავშვობაში ურტყამდნენ. მალ სანდრო. აი, შევდივარ. უჩემოდ რატო წახვედი? სიურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა შენთვის. გამოგივიდა. მაგარი სიურპრიზი გამოგივიდა. არი, мама, რას გავხარ რა? აჰა, ეს და გამოიცვალე. დამეხმარე, მოდი. დაჭიქი. არა, მალო, სულთაერზე გავისეირნებთ ფეხით. არა, ბიჭებო, საჭირო არ არის. მაგრამ ახალ ბულვარზე გავისეირნებთ, პიაცას ვნახავთ, მოცეკავე შადრევანს შევხედავთ და პიზის კოშკს ვნახავთ, მაგარი ოფიციანტ გყავთ მარინოჩკა და რა ვიცი, იქ გვირჩევნით. ბიჭო, მოდი აქ, ალე. იჯერით. ხინკალიც მალე მოვა. ჭამა. ევენეცის კიდე როდის ეჭამს არბილს? რა უნდა ახლა ჩვენ? რა გიყოთ? გინდათ კვერცხებით დაგიდებთ. აუ, რა მაგარი იქნება. გაგიკვირდებათ და რაღაც არ გვინდა. ხო, არც მე მინდა იცი, ცხელი უცოცხი ხوار გაგაუთავთ. აუ, რა მაგარი იქნება. არა, ბოლოდ. რა საჭირო ახლა? მოწუხდები. სხვაში ხوار ჩანახარჯოთ. აუ, მაგარი იქნება. მართლა არ გინდათ? გაგიკვირდებათ და რაღაც მე არ მინდა. შენ მამა? მე არა, მეც ნახდად არანაირი სურვილი არ მაქვს. მართლა. არ უნდა. ისე პრინციპში ყველა ვარიანტში საკაიფო პერსპექტივა გელოდებათ. ამ ბათუმში მაინც უწევს. ხალხი რომ დასრულდება ხოლმე, თქვენ იწვევით სასაფლაოზე ერთმანეთის გვერდით თბილ და მყუდრო ყუთებში. როგორია? არის რა. არა, მე რაღაც წვიმაში დასვლება უფრო მევასება. მოკლედ, ყვალდილით ფულს თუ არ მომიტანთ ორივეს დაგვიდავთ. ჯაბულა. რა ვქნათ, ა? რა ვიცი, მამა. ისე ფულის დამბრუნებლები ჩვენ მაინც არა ვართ და
სიკვდილის ხო არ გვეჭამა. კარგი აზრია. იცი? ვიფიქრე და ერთი გამოსავალი მაინც გაქვს. მართლა? რომელი? შენმა ბიჭმა ჩემი და უნდა მოიყვანოს ცოლად. ნათესავებს ხო არ მოგვა? არ გამოგვა. რა თავით? იმიტომ რომ ჩემი შვილი 21 წლის არის. შენი 30-ის. მე რა? 9 წელი რა პრობლემაა? მოიცადა. რო არ მიყვარს? არ არის პრობლემა. შეიყვარე. რო ამობენ მახინჯიაო? ვინ ამბობს? მცხეთა საქართველოს უძველესი დედაქალაქია. დაარსდა ჩვენს ჩილტ ახრიჩვანდე მე-10 საუკუნეში. და მისი დამაარსებელია მეფე ქართულოსის შვილი მცხეთოსი. მცხეთა საქართველოს დედაქალაქი გახდა ჩვენს ჩილტ ახრიჩვანდე მე-4 საუკუნეში. მაჯიდ მასუდ მერე მასუდ მერე შეღადრ ყაშა შეხედე რა სილამაზეა საოცარი ოდეს ხაცეს ირანს ეკუთვნოდა ხო აბა რა ეს მაშინ მოგცხრა რეპეტიციაზე რომ იყურებოდი. მადლობა. შენ რა ქვია? მე ნია. ნია, ლამაზი სახელია. მადლობა. შენ რა ქვია? მე ჯაბა. სასიამოვნოა. ჩემსაც. შენ კლარნეზე უკრავ, ხო? არა, ფლეიტაზე. ხო, ფლეიტაზე. შენ რა საკეთებ? მე, რა ვიცი, ხანას. ეხლა რა საკეთებ? ეხლა ცოლი უნდა მოვიყვანო. რა? ჯერ უნდა დავინიშნო, მერე ცოლი მოვიყვანო. თორე მეც მოვკლავდი და მამაჩემსაც მომაყოლებენ დესერტად. მოიცა, ვინ უნდა მოიყვანო? რა ვიცი მე, ვინ უნდა მოვიყვანო? თვალით არ მინახავ ჯერ. ჯაბა, მოიცადე, ჯაბა. ხო, მოდი. აი აქ ცხოვრობა. ბოდიში. აი, ურთი. თამაშობ ხოლმე და ისე ვარ. მოდი. აუ, სარეცხი. აუ, ისე ბოდიში. ეხლა. ნელა. არა, სო მიჭირავს. მოიცა მოგეხმარები, კიდე? ხო. ამეც ჩამოვიდა. აუ, ისე. ცოტა ისე ვარ. არეულები და. ხო.
მოდი რა, მოდი, შემოდი შენ. და მარტო შენ და მამა შენ ცხოვრობთ აქ? ხო, მე და მამა ჩემი. ეს დედა? დედა არ მყავს. ჩემ მშობიარობას გადაყვა. დედა შენია? დედა ჩემია. ლამაზია. ხო, ლამაზია. ვა, ვიდეო? რა ფილმებია? არა, მამა ჩემის რაღაცებია, არაფერი ისეთი. ისა ხო. ამას მამა შენი უყურებს? ორა ის ვეტერინარია და ცხოველების ბუნებას სწავლობს. ისე რა მაგრად ყმუიანა რა? მაგრამ მოია. ეს ბაგრადის ტაძარია, აქ დაიდგა გვირგვინი დავით აღმაშენებელმა. აზ ხარს, ნო? ქუთაისი საქართველოს მეორე ქალაქია. ის ჩვენს ხილ ახრიჩვანდე მეოთხე საუკუნეშია დაარსებული. ის არის ძველი გულხეთის სამეფოს დედაქალაქი. This is Vashli. Apple არის Vashli. Apple Vashli. ვიცი, Vashli. ხო, Vashli, ხო. აია Vashli. გაიგე. შემამაძა. მე ლევან როხვაძეს. ვასპარავ სიმონ. აპატიე რა ბიძა ჩემო რა სტუმრები არიან რა. სტუმრები? ხო, ირანელი სტუმრები არიან. ირანელი სტუმრები? ხო, აი ირანელი სტუმრები არიან. კი. მერე შეგაიდეთ მამიშვილო, რა გამკუხე ვაშსაჭო. აგერ ვერ ხედა ამ ციფეს. თავი არ მომწრათ ბიჭო სტუმრები მყავს. ხვალ ამოგიტანთ რაც მაგამოსადა. შენ გეხუტუნი ათული. მადლობა.
აი ესე ძმაოლელად რა, გადამრია აი ამ კაცმა, აი ამ მასუდამ გადამიყვანა ჭკვიდა, ყველაფერი იცის საქართველოს. ხელოვნება იცის, კულტურა იცის, ფოლკლორი იცის, ყველაფერი, ყველა ქალაქი, როდის რომელი დაარსდა, რომელ საუკუნეში, რომელი იყო სატახტო, აი აბსოლუტურად ყველაფერი იცის რა. აი შენ, მეგობარო, იცოდი რომ ქუთაისს ადრე ქუთათისიუმი ერქვა? არა. აი ამაშია საქმე, შენ არ იცი? აი ამან კიდე იცის, არა მასუდ? ზურია ბიჯო, ის შენ კაი დედას გაფიცებ. კითხე მაგას, სადაა თამარ დედოფლის საფლავი, ეცოდი მან აღდა. კარგი რა გამიშვირა დამანებე გადახება რა რაგინე გამოგებინე რა უნდა რა გადაგვეკიდე რა ნახე გამოგებინეთ რას გადაგვეკიდა ეს კაცი არა გამოგებინეთ რა უნდა ჩვენთან რა უნდა ჩვენთან რატომ ცემს ყოველდღე გამოგებინეთ გამოგებინეთ მოდი არა რა გინდა ჩვენგან რა გინდა გაგითხები არა არ შემიძლია ასე შავი კატა თეთრი კატა კი არა ჭიქთა კორტილსაც ვერ გადავიღებ დაუშავეთ რამე ამ სულელს რა გინდა ჩვენგან რა გინდა გეკითხები გამეცი პასუხი რა გინდა ისევ თქვენ ხართ დიახ ჩვენ ვართ და საერთოდ ყველგან ჩვენა ვართ არა რით ვერ გაიგია საქართველოს კინოს ქვეყანა კინოს კუსტურიცა მიშა მატორ რომელი საუკუნე გონია რას ნიშნავს უნდა დავაწყოთ მე აღარ მეკითხებით ხოდა მამიკოს პირობა მივეცირო კი პატრონო და პატრონო კიდეც ყველა ტრადიცია დაცული იქნება ეხლა ჯუსტერა გვექნება და ერთ თვეში ისეთ ქორწილს გადაგიხდი რომ თელ ბათუმს განდაგანას ვაცებ გოგო ფაციაო ნანაიდა ჯინგველოი ქორწილში ხო აცეკვე არა შენ გაჩუმდი რატო იმის ხისი არ იყავი რაც გადაგიხადე ზამოკი მე ჩემ მასუც არავისი არ გავცვლი არა გოგო როგორ უნდა ელაპარაკო იმ ირანელს როცა ერთი სიტყვა არ იცის სპარსულად ვინ არ იცის დაჯექით არის კარგად მომისმინეთ ქართულ ენაში ასობით სპარსული წარმოშობის სიტყვაა რომლებიც იმდენად ორგანულად აითვისა ქართულმა ენამ, რომ ჩვენ ვერც ხვდებით მათ წარმოშობას. აპოლონ, შენ დაუკარ. არის. ანგარიში, ასპარეზი, ბაღი, ბოსტანი, მასპინძელი, ვარდი, მიხაკი, ბამბა, ბადრიჯანი, გულაბი, ოსტატი, ფანჯარა, სარდალი, ქარხანა, შუშა, ბოთლი, ხეივანი, ნაგავი, ნიგოზი, თამარი, აზნაური, ბაჭარი, დროშა, ხურდა, სარდაფი, ფარდა, რაზმი, ლულა, სპილო, თუთიყუში, ვერშაპი, ნადიმი, ლაპარაკი, პაემანი, ჯადოქარი, აიბანი, თარგმანი, სენაკი, დანა, უბანი, მარაგი, ფული, ნიშანი, ბანაკი, ხალი, ხალიჩა, იმედი. სულ სპარსული სიტყვებია. და ჩვენი სიტყვები საერთოდ არ გვაქვს? არ მაინტერესებს. უნდა გაგათხოვო. არა გესმის. მე მხოლოდ იმას გავყვები ცოლად, ვისაც აღუთქვი ნამდვილი გულწრფელი სიყვარული. ვისა? იმ ირანელს? სად არის მე ის შენი სპარსი? კომპიუტერი გადავაგდე და შენი ყიზილბაში თან გაყვა. აღარ არის გაქრა. მე მხოლოდ ჩემ მასუც გავყვები ცოლად. შენ არ იცი რა ლამაზია, როგორი განათლებული, ლამაზი, ჭკვიანი, სპორტული. სად არის მე ის შენი ყიზილბაში? სად არის? მაჩვენე, სად არის? მასუდ! აღარ არის. პაპუ. კლოუნი ხარ? კლოუნი კი არა, სადისტია.
ეგ ამ პლანეტაზე იმიტომ არის გაჩენილი, რომ ყველა სისხლი გაუშროს. აი მე ხომ ძონძივი დამალპო სახლში. აი ხლა შენც იგივეს გიპირე. შენ გაჩუმდი და გავიწყო რომ ჩემამდე ვიღაცებს ყოცნიდი? მე კი არ ვკოცნიდი. მე მიკოცნიდან მუხლებს, მაგრამ ეტოტოცმა შენ შემოგწირე მთელი ჩემი კარიერა. აი ეს რომ არა. კინოშიც გადამიღებდნენ, ტელესერიალებშიც გადამიღებდნენ, ინტერვიუებსაც აიღებდნენ ჩემგან. ენციკლოპედიაშიც შევიდოდი. არ გავთხოვდები, მე რომანტიკოსი ვარ. აი. როგორც თქვი, ეგრე იქნება. ბათუმი შაბეთ ზღვის ყველაზე ლამაზი ქალაქია. ის ჩვენს სიტყვის ჩვანდე მე-7 საუკუნეში დაარსდა. ბათუმს თვით არისტოტელეც ახსენებს თავის ნაშრომებში. მასუთ ერთი თამუნას თუ ცოლად მოიღო. არ წახვიდა და გეხვეწები და ბავშვები უნდა ვატარო შეთან რომ საქართველოს ისტორია ასწავლო. მომენტი ჩატა! მომენტი ჩატა! რა, კინო. რა კინო, ბიჭო, ნახდათ ხდება, ძალიან მაგარი მაფიოზია. მოიცოდე შენ, წველი ბიჭი და მაფიოზი. კიდე რა არის, იცი? ის არის რა ქვია იმას. ადონაკი. გაჩერდი, მამა, გაჩერდი. ვინმე არ გაიგოს. თორე იტყვის რომ ოჯახში არ არის გაზდები. მამა, ცოტა ხნით მაინც მოიყვანე ცოლად, ცოტა ხნით მოიყვანე ცოლად. ერთი-ორი თვის შემდეგ გაგეკრება, არ მინდა რა ეს ცოლი, რა, არ მინდა ეს ცოლი. რა დროს შემიცოლია? ხამღამობით ვიფსამ ხოლმე. ერი მით უმეტეს. რომელი ქალი გაუძლებს ამას, მამა, ჯერ ხო ცოლად არ მოკავს, ეხა ინიშნები. მერე გვაქვს ერთი თვე წინ. მერე შეიძლება გადაიფიქრონ კიდევაც. ჩვენი ბურთიც გამოჩნდეს. ბურთი არა ისი. მასუდ ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ თამუნა საცხოვრობს. მისამართი გააქვს? ხო, შვილო. რა მისამართზე ცხოვრობს ჩვენი თამუნა? რა მისამართზე ცხოვრობს? ადრეს არ ვიცი. მისამართი არ მაქვს. რა? მისამართი არ იცი? აბა როგორ უნდა ვიპოვოთ ამ ქალაქში? პეიდაშ მეკონი. ვიპოვნით. აუცილებლად ვიპოვნით. მოიცა რა. რა მოიცა? არის ჭიტვინა ვარ, მოიცა მეთქი. აპოლონმა ჯერა შემოუჩა სანამი არ ვნახავო. გესმის? ტარზან, იაცუსა, ტარზან მოვიდნენ. ტარზან, ყველი, რა გინდა, რა ჩალიჩები. თუ არ გვიშებენ, უგვიშებენ, იქნება გადაიფიქრეს. წავიდე. რას ნიშნავს გადაიფიქრეს? ამაზე ვიმგონი მაგ. გამიშვი. აპოლონ. სუცა ესე ტარზან, აპოლონ. აგაყვიროს. ვინა ბიჭო შენი ტარზანი? ძიაპო, თუ გადაიფიქრეთ, ნაღდად არ მეწყინება დედის სულს გეფიცები. თქვენ ხო იცით რომ ისედაც არ მეხატება გულზე თქვენი და წავალთ რა. დაგახატავთ თქვენ ახლა გულზე. შემოდი. ბეჭედი მოიტანეთ. რა ბეჭედი? ეგრეც ვიცოდი რა. ბეჭდის გარეშე მოხვდეთ გოგოს დასანიშნად თქვენ მათხოვრებო. ბეჭდის ფული რომ ხოდეს თქვენთან დავიჭერდით საქმე. ბიჭო ენა ნუ დაიგძელი თორე ავიღე მოკრატოს და მოგაჭრი ძირში. ბეჭედი. ბრილიანტები 10 კარატიანია. აიღე. შემოხვალ და დის ხელს ვთხოვ. ცოტა ხანს უარზე ვიქნები და მე მოგატყუებ ჩემთას. უარზე იქნებით? ძიაპო, თუ არზე ხართ, დავიშალოთ რა მარტივ მომრავლება და. ოიცა, ბიჭო, წესია ასეთი. სტუმრები ყოს, ყველა წესი უნდა დავიცოთ. შემოხვალ, ტანსაცმელიც მოვატანეთ, თვითონ წესი ადამიანებს აემსგავსოთ. შემოხვალ პირდაპირ ზალაში. სად? ზალაში, წელიწადში ერთხელ ვაღებ ხოლმე. ბედი არ გინდა, მაინც და მაინც ამ დღეს გავარტყით. მომისმინე. ეხლა ჩვენ ვაკედან დავითესოთ თვითონ მაგრად ვცემენ? თუ
თქვენით შეეთრევით თუ მე შეგათრიოთ? ჩვენით შევეთრევით. შენ რა არის, რანაირად მელაპარაკები? აი გავიწყდა აპოლონის სიძერო, არ? სიძევა, ბიჭო! მარინაჩკა! მარინაჩკა! რა საქმეა? დგავარ, მარინაჩკა. დგავარ. მალე სიარულსაც დაიწყებ. ყველაფერი კარგად იქნება. იღავს. უნდა წამართვას. ერთადერთი და რომელთაზე სიმწრით გამოვზარდე. რა ეჩქარებო. ოჯახის შექმნა ესეთი ადვილია? მადირე ჩემი და აპოლო, რა გინდა? უსიკოსები მოვიდნენ. მოვიდნენ და მოვიდნენ მე. შაბადით. დასხედეთ. მოხვედით? მოვედით. უნდა წამართვა, ხო ერთადერთი და. რას ფსანეთ? ჩვენ როგორ უნდა წაგართვათ თქვენ და? დაჯექე. უნდა წამართვა, ხო და რომელიც ასე სიმწრით გამოვზარდე. არა, ძია აპოლონ, როგორ გეკადრებ? რა გეჩქარებო, ბიჭო? კიდევ ცოტა გაერთე ცხოვრებით. შენ ოჯახის შექმნა ასეთი ადვილი გონია? სულ წავალთ, ბატონო. მიჭირს. ვერ გაგატანე ჩემს დას. კლოუნი შასნა. ცირკში უნდა გამოდიოდეს. მაინც დაკეტილია ჩვენი ცირკი და ეს მაინც გამოუშვან ხალხს გაართობს. ხუმრობს დედა, ხუმრობს. გაჩვენდი თორე ამოგლე ჯმაგენას და ენციკლოპედიაში მუნჯი ბოზის სახელით შეხვალ. მოკლედ. ვერაფრით ვერ გაგატანთ. კარგით, ბატონო. გადავიტანთ როგორმე ამ სირცვილს. ერთი წუთი. ხო, რახან ეგრეა? ჩვენ სხვა რა დაგვრჩენია? ძია აპოლონ, თქვენი ისეთი ხათრი მაქვს, რომ ვერ გაწყენინებთ. ჩვენ წავედით. მოიცა? მოდი ჩემთან. შენ არა. შვილო. უნდა ჩაგეხუტო. არ არის საჭირო. ბიჭო, შენ სისხლს დავლევ ჩაის კოვზე თუ არ მოგედავ. შემოიყვანეთ ჩემი და. ხელი გამ
სულს უკულო სიყვარული ხვევნა კოცნა ტლაშა ტლუში ბეჭედი ბეჭედი აჩუქე რომელი ბეჭედი ძიაპო ბიჭო ნომებლატავები სირისტიანი სასიმამრო ხორგონი ვარ ბეჭედი აჩუქე თორე გამოგლიჯე დედაბუდიანად ყველაფერია დაიკო აი შენი საქმე ფერი ფერს მადლი ღმერთს ღმერთმა დაგროვა შეხედე რა მშვენიერი ქვეყანაა ხო სასწაულების ქვეყანაა ნუ იტარდებ ეს სასწაულების ქვეყანაა რადგან აქ ჩამოხვედი ვეღარსად ვერ წახვალ აი მე ერთხელ ჩამოვედი და მას მერე სულ აკავარ არსად არ მივდივარ ჩემი სამშობლო ეხლა ესა იპოვნი შენს დამონას ნუ გეშინია წადი ამ გზას გაახევი და აუცილებლად იპოვნი დიდი მადლობა არაფერს ნახე სად მიდის სად მიდიხარ მასუდ დაანებ თავისი ბედის შესახვედრად მიდის რა უთხარ არაფერი წავა იპოვნის თავის დამონას ესე წავა და იპოვნის ხო ეგრე წავა და იპოვნის ის გიყვარს მიყვარს გინდა რომ ის ცოლად მოიყვანო ცოლად მაგარი აზრია ინდა მაშინ დამეხმარე რომ აქედან გავიპარო მე თუ გავიპარები შენს თავისუფალი იქნები გავკრა ცეკვა იცი ცოტა ვიცი მე უშველის ეგ ჩვენ საქმეს უშველის ხო უშველის მე ვიცეკვებ და შენ ამხევი გესმის იცეკვე ჩემთან ერთად გაიხგიმე ერთი წუთი მოიცადე აპოლონ არ ვიცეკვოთ რა მე და ჯაბა არ უნდა ვიცეკვოთ მოგეწონა რა ხო გითხარი კარგი ბიჭია და მოგეწონება მეთქი ვიცეკვოთ აბა არ უნდა ვიცეკვოთ როგორც იქნა ჩემი და თხოვდება მე ვიცეკვებ კი არა ვიმხარებ გენიალს შეიძლება მოგკმას. შენ სად მიდიხარ? მე უნდა წავიდე, ნუ ინაღლე. მე ჩემს ბედს უნდა შევხვდე. ხო, კარგი. შვიდობით. კარგად. ისე შენ მართლა კარგი ბიჭი ყოფილხარ, ხო იცი? მაგარია. და შენ კიდე სულ არ ყოფილხარ მახინჯი. კარგი. წავედი მე. კარგად, წავედი. კარგად. კარგად. შედი რა. და
აქ სადღაც იყოს. სადმე მაგიდის ქვეშ ხوار დგას. ეს ხუმრობს ის მოშივდა და წავიდა. დამუნა სადა? დამუნა სადა? დამუნა! დამუნა! გადავკარგე გოგო და ბიჭო, ხოლე რა უნდა? გულაში პოზო. შენ მაინც არ არის ჩემი და აპოლონ გენაცვალე. აი შენთან ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ შენ სიურპრიზი მოგიმზადე. რა სიურპრიზი, გოგო, კიდე სიურპრიზი მინდა მე. იმახარშები ხახი. დამუნა! 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 თქვენ დაპატიმრებული ხართ? თქვენ გაქვთ უმილისუფლება. რა უმილისუფლება მაქვს? რა დამატումებს ახლა მე, ა? დამუნა! დამუნა! თქვენ ბრალი გედებათ საძრო ქიბროწაშვილის და თურქი ბიზნესმენის დაყაჩაღებაში. დაცვა. დამიცავე და დაცვა ხო თუ იღა ჩვანს კი. აუ, ვერა რა, აპოლონ რა. არ გეწყინოს, ეხა სხვა დროა შარისთავი არ მაქვს რა. ბიჭო, ეს მოსოს. რამე ქენი ხელი გაანწვიეთ. რატო ყვირით მოქალაქე? დაიცავით წესრიგი. ჩვენ ახლა საჯარო ბიბლიოთეკაში მივდივართ. უნარჩვევები გვაქვს სასწავლო. თქვენ აქ ხართ, ხო? თქვენი საჰაერო ბურთი თურქებმა კი არა. აი თვითონ ამან მოგპარათ. არ არსებობს. საერთოდ მამას მიკრავთ ის შენ. ბრიჭო, არ გამიფუჭო. მამა, ნია. ნია. აუ, როგორ მომენატრე, იცი? მე ძალიან მომენატრე. ეხლა ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებით. ხო, ეხლა მუდამ ერთად ვიქნებით. და ესა მუდამ ერთად ვიყმულებთ ხოლმე. ხო, მუდამ ერთად ვიყმულებთ ხოლმე. აპოლონ, მე შეიძლება დებილი ვიყო, მაგრამ შენიც მიხარ. ვინ? პადონოკი ხარ შენ. არ მინდოდა ცუდი სიტყვა მეთქვა, მაგრამ შენ მაიცულე. წადი შენი. წავედი. დაგიჭირეს აპოლონ. ბოლოს და ბოლოს ვეღირს შენს დაჭერას. ღმერთო რა ბედნიერი დღე გამითენდა. დროშები ჩქარა. ცოლი ყავს. არა. ბოზი არ მოიყვანო რა. ბოზი, დაჯიქი მანქანაში. აპოლონ, მე დაგელოდები, სულ დაგელოდები, მუდამ დაგელოდები, ყველაზე მეტად მიყვარდი აპოლონ, მე დაგელოდები, სულ დაგელოდები, ყოველთვის დაგელოდები. ნია, გაიცან ეს ბაბუა ჩემია გრამიტონა. ბაბუ, ეს ნია. ამიტონა. შემოუვარე დედამიწა. შემოუვარე ბაბუ აბაროვკელი, შემოუვარე. დედამიწა შემოუვარება. ბაბუ ვიცი რა? ჩვენი დედამიწა ძალიან პატარა ყოფილა. ძალიან პატარა. ძალიან პატარა.
სულ გაგიჟდა ეს უბედო. ჩვენი ბურთი სად არის? სად არის ჩვენი ბურთი? აგე, შენი ბურთი. მე ვიცოდი რომ გიპოვნიდი. მეც ვიცოდი რომ მიპოვნიდი. ანგარიში, ასპარეზი, ბაღი. ბოსტანი, ვარდი. ქარხანა, შუშა, ბოთლი, ხეივანი. ნავი, კამარი. დროშა, ხურდა. სარდაბი, ფარდა, რაზმი. ლულა, სპილო, თუთიყუში. ნადიმი, ფაიმანი. ჯადოქარი, აივანი. თარგმანი, დანა. ფული, ნიშანი, ხალი, ხალიჩა. მე შენ მიყვარხარ. დუსეთ დარამ. შვიდობით мама, მედანია მიფრინავ! სად მიდიხარ? სად მიდიხარ? მე არ მიყავარ. დაბრუნდით, გეუსიტისოებო. ჩამოდით. სად ვტოვებთ? სად დაბრუნდით უკან. მე სამიყვალეთ რა. გეღვეძებით რა. ხალხი არა ხარ გეუსიტისოებო. რას მიშვებით რა? სად ვტოვებთ რაზო? ამ გიჟებში ვტოვებთ რა. Rimteraro, raramtariro. სად მიდიხარ? სად? ჩამოდით ქვემოთ. Rimteraro, raramtariro. Rimterari, raramtariro. დედა, მამა, ეს საქართველოა. უძველესი ქვეყანა. ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო მისი დაპხრობა უამრავ მტერს უნდოდა. ამიტომ ეს ქვეყანა სულ ომებში იყო, მაგრამ ის მაინც გადარჩა. გადარჩა იმითომ, რომ აქ თავისუფალი არაჩვეულებრივი და მხიარული ხალხი ცხოვრობს. Rimtarari,